107 მომხრე 8 წინააღმდეგი 4 ივნის გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში 68 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებას ეხება. რეზოლუციის განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ, იაპონიამ, ლიეტუვამ, ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით და ავსტრალიამ, კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმარ ქვეყანამ მისცა. ესენია რუსეთი, ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ჩრდილო კორეა, ეკვატორული გვინეა, ნიკარაგუა და სუდანი. 55 ქვეყანამ კი დოკუმენტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. მათ შორისაა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი, ასევე ირანი, ისრაელი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სერბეთი, შვეიცარია და სხვები. კენჭისყრა ნიუ-იორკში გაიმართა. დღეს ოცნების ლიდერებს კითხეს, რატომ იყვნენ თავშეკავებულთა შორის ქვეყნები, რომლებთანაც ივანიშვილის გუნდმა ბოლო პერიოდში ევროპულ სახელმწიფოებთან დისტანცირების პარალელურად ურთიერთობები გააღრმავა. კითხვის პასუხად ჩალვა პაპუაშვილმა ისრების სხვა სახელმწიფოებისკენ გადატანას სცადა და თქვა, რომ რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი ჩინეთის, ირანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების გარდა შვეიცარიამაც შეიკავა. ცნობისთვის შვეიცარია საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს. შვეიცარიას რას ერჩით? მე გაქვთ შვეიცარიასთან შესაძლებელი, არ შვეიცარიამ დაუჭირა მხარი. იყო წლები, როდესაც სომხეთი არ უჭერდა მხარს, დღეს მხარდამჭერია, ამიტომ ეს პროცესი არის. ქვეყნები გადაწყვეტილებას იღებენ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის საკუთარი შიდა პოლიტიკის გადმოსახედიდან. ჩვენ ამ პროცესს მივიდევთ, თავარი არის, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ არის მზარდი რაოდენობა ქვეყნების, რომელიც მხარს უჭერენ და ასევე ჩვენ მუშაობთ საგარეო საქმეთა სამინისტრო იმაზე, რომ თუ კი მხარდამჭერი არა, თავშეკავება დააფიქსირონ ქვეყნებმა და არა წინააღმდეგობა. თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. ოცნების ოპონენტები ამბობენ, რომ გაეროს რეზოლუციის შედეგები ივანიშვილის პოლიტიკის საუკეთესო ლუსტრაცია, რადგან დოკუმენტს ოცნების პარტნიორმა ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს. საქართველოს მეგობარი იმ სახელმწიფოებისგან განსხვავებით, რომლებსაც ოპოზიციისვე თქმით, რეჟიმი გამუდმებით თავს ესხმის. ამ კითხვას რამდენად სანდო არიან ასეთი პარტნიორები, პასუხი უნდა გასცეს ივანიშვილის მოღალატეთა ბანდამ, რომლის სტრატეგიული პარტნიორი არის ჩინეთის კომპარტია, რუსეთი, რომელსაც ხელშეკრულება აქვს ბელორუსიის კგბ-სთან, ირანთან სამძიმარს არტოვებენ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ იმეგობრონ იმათთან, ვინც ქართულ ხალხს ხარს არ უჭერს, ვინც ჩვენი დევნილებისა და ტოვულების თავიანთ სახარში დაბრუნებას თუ ხარს არ უჭერენ და მტრობენ იმათ, ვისი გამოისობითაც არაღიარების პოლიტიკაც არის შენარჩუნებული და არც ერთჯერ არ ყოფილა, რომ რომელიმე ჩვენს ნამდვილ მეგობარს ამ ჰუმანიტარული საკითხებისთვის და შესაბამისი რეზოლუციისთვის მხარი არ დაეჭიროს. ევროპასთან და ამერიკასთან ამ რეჟიმმა გაანადგურა ურთიერთობები, მაგრამ ხედავთ იმასაც, რომ საპირწონედ ვისაც მეგობრებად და პარტნიორებად გვთავაზობს, ეს რეჟიმი არც ერთი მათგანი არ უჭერს მხარს ამავე რეჟიმის პოზიციებს და არც ერთი მათგანი არ არის განწყობილი დადებითად საქართველოსადმი. არც ჩინეთი, არც ირანი, არც გაერთიანებული საამიროები, არც ინდოეთი, არც სერბეთი, არც ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, არც ერთი მათგანი არ დადგა ქოცების მხარეს და რაც უარესი, არც ერთი მათგანი არ დადგა ჩვენი დევნილების და ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარეს. ამიტომაც მე ვფიქრობ, ყველა ქართველმა ძალიან მკაფიოდ უნდა დაინახოს ის მარტივი გარემოება, რომ ქოცებმა გაანადგურეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობები. მე მაინტერესებს ირაკლი კობახიძე ან ქალბატონი ბოჭორიშვილი კითხვას დაუსვამს თუ არა, არ ვიცი, ჩინეთის ან ირანის წარმომადგენლებს, რატომ მოხდა, რომ მათ საქართველოს შესახებ რეზოლუციას, რომელიც სუვერენიტეტის და ტერიტორიულობის დაცვას უკავშირდება, რატო არ დაუჭირეს მხარი. მაგრამ აი რო ლანძღავენ ჩვენს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, პარტნიორებს და რო აბრალებენ სამარცხვინოდ, რომ ომში გვითრევენ, რომ მტრები არიან თურმე საქართველოსი, აი ეს ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულობას უჭერენ მხარს. ეს დადასტურდა ზუსტად აი ამ რეზოლუციით, იცით რომ 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. საქართველოს ამ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და ის
მისი მიზნებიდან გამომდინარე ჰუმანიტარული ხასიათისაა. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს. ადასტურებს დევნილთა უფლებას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა დოკუმენტს აქვს პრაქტიკული დატვირთვაც. ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. ეს კი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.